სასმელი წყალი 20 წლის შემდეგ ბუკნარში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. 20 კილომეტრიან მონაკვეთზე სასმელი წყლის მილები უკვე დამონტაჟდა, წყლის რეზერვუარს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გრანდიოზული პროექტის დასრულების შემდეგ სოფლის 300 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა საბოლოოდ მოიხსნება. მომავალი წლიდან ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ კი ბუკნარს ტურისტული სახელი უნდა დაუბრუნდეს. ერენე აბუსარიძისთვის სასმელი წყლის საცხოვრებელ სახლამდე მიტანა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. იქან წყალი ეზომდე რომ მიიტანოს ამისთვის წყლის სავსე ჭურჭელის სპეციალური ხელნაკეთი მოწყობილობით 100 მეტრიან დისტანციას გადის. აბუსარიძეებს და სოფელ ბუკნარში მცხოვრებ კიდევ 300 ოჯახს ბოლო რამდენიმე წელია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. ეს პრობლემა გვაწუხებს, რომ წყალი არა გვაქვს რამოდენიმე წელიწადია. და ეს წყლის პრობლემა ყველა ოჯახშია, პირველ რიგში ქალების, სტუმრები ყავს, თუ შვილიშვილები ყავს, ძალიან ძნელი პრობლემაა. მაგრამ ღმერთს მადლობა, მე მგონი კეთდება. ბოლო ერთი თვეა ბუკნარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობამ წყალი შეზღუდვების გარეშე უწყვეტ რეჟიმში უნდა მიიღოს. წყალი სოფელ ბუკნარამდე 14 კილომეტრით დაშორებული მთიდან მოდის. წყლის მილსადენების მონტაჟის ერთი ეტაპი და ძველი რეზერვუარის რემონტი უკვე დასრულდა. ამ წუთას ჩვენ მუშაობთ გზას ვაკეთებთ. ძალიან ცუდი ამინდებია, ვერ ავდივართ ხეა. 3 კილომეტრი გზა გავიყვანეთ. დამთავრდება და სათავეში 200 კუბომეტრი ბეტონია ჩასასხმელი, 80 კუბომეტრი ჯარგვალია გასაკეთებელი. დავიწყებთ ალბათ ამ დღეებში უკვე მიმედური მასალა შემოზიდული გვაქვს, სამხედრიანი მანქანებით უნდა ავიტანოთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. მშენებლებს ლევან ვარშალომიძე შეხვდა და პროექტის დეტალები მათგან მოისმინა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სპეცჰიდრომშენის სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე აწარმოებს. პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული. რეგიონის პირველი პირის დავალებით პროექტი წინასწარ განსაზღვრულ ვადებში უნდა დასრულდეს. სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ერთ-ორ-სამ ადგილას არ უნდა იყოს მუშაობა. მთელ ფრონტზე უნდა იყოს გამოცხადებული და მოსახლეობა ჩართეთ პირიქით. მათთან შეხვედრის დროს ჰქონდა მათთან სურვილი რომ ჩაერთონ და თავის ხალხს აკეთებდნენ. წყლის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც. სოფელი წლების წინ ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი იყო. ვიზიტორების დაინტერესებას ადგილობრივები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შემდეგაც ელიან. წყლის პრობლემა გადაწყვეტილია, კეთდება ხარისხიანად, მაყოფილია მთელი სოფელი. წყლის საკითხის მოგვარების შემდეგ გზების შეკეთება და სოფლის გაზიფიცირება იგეგმება. გრანდიოზული აღშენებლობის ფონზე ახლა პატუმში კეთდება. სოფელიც რომ ყურადღებას აქცევთ და თითქმის ახლა გრასულ ვარგეზებს გაწყალი სოფლებში არის ყველაფერი ნამდვილად კარგად აკეთებთ და დიდ მადლობას გეუბნებით. მაგრამ ახლა წყალი და შემდეგ გაზი გვინდა ერთი და ვიდებით რომ ესე იგი რამდენ მეტროში? 300 მეტრშია ჩვენგან. ჩვენი ერთობლივი ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ეს არის შევქმნათ დასაქმების ადგილები და თქვენ ყველა დასაქმება. აი ესა ყველაზე მთავარი 20 წლის განმავლობაში ბუკნარის მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი წყლის პრობლემა იყო. საკითხი მომავალ წელს უნდა მოგვარდეს. სოფელში იმედოვნებენ, რომ 2012 წლის ზაფხულს ბუკნარი ახალი წყლის სისტემითა და ბევრი ტურისტით შეხვდება. შევფერდი სოფელს მაქსიმალურად შესაძლოა უფრო ახლო ვადაში დასრულდეს. ნაერთი წელი იქნება საჭირო. მომავალ წელს ვერთით უკვე საზაფხულო სეზონი სოფელს ექნება წყალი, წყლის შემდეგ უკვე წამოვა გაზი გზა და ამის შემდეგ უკვე სოფელი მართლაც მიიღებს თავის განვითარებას. დაიბრუნებს იმ ძველს ტურისტს, რომელიც ყოველთვის ყავდა ბუკნარს და ამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით მათ ექნება ბევრი რამ. ბუკნარის წყალმომარაგების პროექტი ერთწლიანია და მისი რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 990,000 ლარი დაიხარჯება.